მაესტრო, საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მაკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო. საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის 14 პროფილის მედიკოსი პანკისელებს დღეს მთელი დღის განმავლობაში სოფლის ამბულატორიაში უფასოდ მოემსახურება. მედიკოსების ინფორმაციით დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები მკურნალობას თბილისში გააგრძელებენ. აქციას საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები და აბალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი შეუერთდა. 16 სპეციალობის ექიმი, მათ შორის დიაგნოსტიკის თანხლით წამოყვანილი ყავს და დაახლოებით თითო დღეში 150-200 პაციენტი ისინჯება. ერთად ვაკეთებთ ამ კარგ საქმეს, რომელიც ამ კარგ აქციას, რომელიც ჩვენს მრევლს შეუწყობს გაჯანსაღებისათვის, წინსვლისათვის და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მას ჩვენ უნდა ამოუდგეთ ვალდებულება გვაკისრია ღვთისგან, რომ დავეხმაროთ მათ, ამოუდგეთ ხარში. ერთობით საქმის კეთება ყველაზე დიდი ნიშნულობისა და ღირებულებისა. ამიტომ დღევანდელი დღე ამ ნიშნით არის მართლაც ღირსშესანიშნავი დღე, რომ აი სხვადასხვა აღსარებლობის ადამიანები, ექიმები, პაციენტები, მოსახლეობა, მკვიდრნი, ადგილობრივები, ჩვენი ეპარქიის მცხოვრებლები ერთად აი აქ ამ მართლაც საპატრიარქოს კეთილი ნებას იღებენ, იზიარებენ.